რუსეთის დედაქალაქში დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის 2006 წლის ნოემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ლონდონში რუსი ემიგრანტი ალექსანდრე ლიტვინენკო მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით შეხვედრაზე ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და ავღანეთის საკითხები განიხილება. დიპლომატიური სხლის მთავარი მიზანი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გარკვევაა. თანამშრომლობისათვის ორივე ქვეყანა მზადყოფნას გამოხატავს, თუმცა ეჭვობენ, რომ ეს შეხვედრა ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობას განმუხტავს. მილიბანდის მოსკოვში ჩასვლის დროსაც კი ლონდონში რუსეთის ელჩი ბრიტანეთს ანარქისტულ დამოკიდებულებასა და ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელი რუსეთს ბოლოს 2004 წელს სტუმრობდა. თუმცა ამ პერიოდში გორდონ ბრაუნსა და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის მოლაპარაკებები არაერთხელ შედგა საერთაშორისო სამიტებზე. რუსეთში ჩასვლამდე დევიდ მილიბენდი აცხადებდა, რომ ბრიტანეთის მიზანი რუსეთის მიმართ შურისძიება არ არის. ეს ქვეყანა მსოფლიო ძალის მფლობელი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით დაგეგმილია შეხვედრები რუსულ პოლიტიკურ სპექტრთან, ბიზნესმენებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.